გახსოვთ მულტფილმი პინოქიო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონით გაბროებული პინოქიო, ძალიან ბედნიერი, შევა თვითონ ყასაბთან და აღმოჩნდება ცოტა ხანში, რომ ვირად გადაიქცევა. იცით რატო გამახსენდა ეს მულტფილმი? იმიტომ რომ ზუსტად ასე მუშაობს თანამედროვე პროპაგანდა. შეიძლება ბევრს ძალიან გეწყინოთ ჩემი ეს შედარება და თქვათ, რომ როგორ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ვაკონტროლებ იმას, რას ვფიქრობ, რას ვამბობ და რას ვაკეთებ. მაგრამ მე თქვენ დაგიმტკიცებთ, რომ ეს ასე არ არის. და თქვენ, ისევე როგორც მე, ძალიან ხშირად ანგარიშმიუცემლად ხვდებით პროპაგანდის მსხვერპლი. ისე დავჯდები კომფორტულად. კი, როგორ შეგიძლია. მაგ შეხედე როგორ ვზივარ რა. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, პროპაგანდა არასდროს ყოფილა საკომუნიკაციო ან პოლიტიკური ტერმინი. პროპაგანდა იყო რელიგიური ტერმინი, რომელიც რომში კათოლიკური ეკლესიის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა რომის პაპმა გრეგორი მეხუთემ შემოიტანა და მისცა ადამიანებს კურთხევა, რომ ესაუბრათ რელიგიაზე და ექადაგათ რელიგიური მიმდინარეობა. თუმცა პოლიტიკოსები ძალიან მალე მიხვდნენ, რომ პროპაგანდის მეშვეობით ბევრად უფრო მარტივი იყო ადამიანების მართვა, ვიდრე მათთვის ციფრების, ფაქტების ან სხვა ისეთი ინფორმაციის მიწოდების, რომლებიც მათ ანგარიშვალდებულს გახდიდათ. და რა მოხდა? პროპაგანდა გახდა პოლიტიკური შეუცვლელი ინსტრუმენტი. ადამიანის დასაბამიდან პროპაგანდა ყოველთვის არსებობდა, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენს დარწმუნებას, რომ ერთი პოლიტიკური სისტემა მეორეს ჯობია, რომ ერთი პოლიტიკოსი მეორეს ჯობია. ამიტომ ყოველთვის ჩნდება კითხვა, რა განსხვავება არის ტრადიციულ კომუნიკაციას და პროპაგანდას შორის. მთავარი სხვაობა პროპაგანდა თქვენ არ გაწვდით ფაქტებს. პროპაგანდა გეუბნებათ, რა უნდა იფიქროთ, რა უნდა იგრძნოთ, როდის უნდა გაჩუმდეთ და როდის ილაპარაკოთ, ან საერთოდ არ ილაპარაკოთ. სამწუხაროდ პროპაგანდის არასწორმა გამოყენებამ სამყარო მიიყვანა ძალიან ბევრ სასირცხვილო ლაქებამდე. მე-20 საუკუნე იცნობს ძალიან ბევრ სახელს, რომელიც პროპაგანდასთან ასოცირდება, მაგრამ არავინ ისეთი ცნობილი არ არის, როგორც გებელსი. სამწუხაროდ თუ საბედნიერო თუ ჟანრის კანონის შესაბამისად პროპაგანდის შემქმნელმა გერმანიაში დაასრულა სიცოცხლე ისე, როგორც მან სიცოცხლე დაასრულებინა ასეულობით 1000 ადამიანს. მან მოიკლა თავი, პირველ რიგში დახოცა თავისი 6 შვილი, ცოლი. თუმცა ამ ტრაგიკულ ისტორიას წინ უძღოდა ასობით 1000 გაუბედურებული ადამიანი, გაუბედურებული ებრაელი, რომელიც ზუსტად მისი პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, მაგრამ მსხვერპლი გახდა არა მხოლოდ ებრაელების ის თემი, რომლებიც მოწყალოდ ამოჟლიტეს და ამოხოცეს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, არამედ თვითონ ის ადამიანები, ვისაც ცოტა ხნის წინ სჯეროდათ, რომ ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. პროპაგანდა არ ინდობს არავის, არც მის შემომქმედებს, არც ადამიანებს, ვინც გულხურვალე მხარდამჭერები არიან და რა თქმა უნდა პირველ რიგში არც მსხვერპლს. ეს არის ჟანრის კანონი, რომელსაც ჩვენ ვერ გავექცევით, იმიტომ რომ პროპაგანდა ჭამს საკუთარ შვილებს. საქართველოში გვაქვს ძალიან საინტერესო ისტორიული გამოცდილება პროპაგანდისტული ნარატივის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანამ ძალიან მტკივნეულად განიცადა 1927 წელს განვითარებული მოვლენები, რეპრესიები, როდესაც ქვეყნის საუკეთესო ინტელექტუალური ნაწილი ხალხის სახელით, უცხოური აგენტების სახელით, იმედია გეცნობათ ეს ფრაზა, გაჟლიტეს, როდესაც მეზობლები ერთმანეთს ასმენდნენ იმის გამო, რომ ვიღაცას უკეთესი ბინამი იყო, ან ვიღაცას შეიძლება უკეთესი ვერცხლის კოვზები ქონდა სახლში, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ამ ყველაფრისგან გაკვეთილი ვერ გამოვიტანეთ და ვერ ვისწავლეთ მთავარი რამ. მთავარი არის ის, რომ დავსვათ საკუთარ თავთან კითხვა, სად იწყება თავისუფალი აზროვნება და სად იწყება პროპაგანდისტული ნარატივი. ამის გაკეთება ძალიან რთული იყო კომუნიზმის იმ დროს, როდესაც 1927 წელს სტალინმა დაიწყო რეპრესიები, იმიტომ რომ ეს რეპრესიებს წინ უძღოდა ძალიან რთული პერიოდი საბჭოთა კავშირისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის და ზუსტად აი ამ ყველაფერზე სტალინი ეძებდა ადამიანების ჯგუფს, რომლებიც იქნებოდნენ დამნაშავეების, შიმშილის, უპასუხისმგებლო დამოკიდებულების, სახელმწიფოს მიერ ადამიანების ქონების მიტაცების და ყველაზე მარტივად მოძებნა ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ინტელექტუალურად განვითარებულიყვნენ და შეექმნათ განსაკუთრებული ინტელექტუალური რესურსი. ზუსტად ესეთ რეპრესიებში მოყვნენ ის ადამიანები, რომლებს სახელებსაც დღეს სხვათა შორის
ქართული ოცნების წარმომადგენლებიც კი სიამაყით იხსენებენ. ირონიულია, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ამაყობენ მარჯანიშვილის სახელით, ამაყობენ პეტრე ოცხელის, იმიტომ რომ ისინი არიან სამართალმემკვიდრეები იმ ხალხის, ვინც ამ ადამიანებს სიცოცხლის უფლება მოუსპა. კაია? კარგია. რადგან პირველი გადაცემა გადავწყვიტე, რომ ცოტა მეტი ისტორიაზე ვისაუბრო, მაგრამ ძალიან საინტერესო ეპიზოდები გელოდებათ წინ, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა დღეს ამ წამს აქ ალგორითმების ეპოქაში, როდესაც ჩვენს საინფორმაციო წყაროებზე უფრო და უფრო ნაკლები კონტროლი შეგვიძლია გქონდეს, მაგრამ შეგვიძლია გქონდეს კონტროლი საკუთარ ნებაზე, რას დავაბინძურებინოთ საკუთარი ტვინი და როდის მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან კრიტიკულია ჩვენთვის. დაუბრუნდები ისევ ისტორიას, დაუბრუნდები ისევ გერმანიას და დაუბრუნდები ისევ ფაშისტურ ნარატივს. როდესაც მეკითხებიან, რომ საიდან იწყება პროპაგანდა, პროპაგანდა არ იწყება მტრის ხატის ძიებით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ პროპაგანდის მთავარი ამოცანა არის შექმნა მტრის ხატი. არა. პროპაგანდის მთავარი ამოცანა არის, რომ შენ დაგარწმუნოს, რომ შენ ხარ განსაკუთრებული ადამიანი და აი ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე იმსახურებ რაღაცას, რასაც სხვა ადამიანები არ იმსახურებენ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდა გერმანიაში, თუ როგორ დაიწყო პროპაგანდა და როგორ დასრულდა ის. მიუხედავად იმისა, რომ ფაშიზმი არ დაბადებულა გერმანიაში, მან ყველაზე ნოყიერი ნიადაგი პოვა ამ ქვეყანაში ერთი მიზეზის გამო. იმ პერიოდის გერმანიაში, როდესაც ეკონომიკური კრიზისი ადამიანების მიერ აპათიური მდგომარეობა დაინახეს იმ ადამიანებმა, ვინც მერე გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფრისგან ის ფაშისტური მონსტრი სახელმწიფო შეექმნა, დაინახეს ერთი რამ. გერმანელებს ყველაზე მეტად სიამოვნებდათ იმის მოსმენა, რომ ისინი განსაკუთრებული რასის წარმომადგენლები იყვნენ. აი ზუსტად ამ განსაკუთრებული რასის წარმომადგენლობის დაჯერებამ მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ აი ამ ყველაფრის შესაძლებლობას არ აძლევდნენ მათ ებრაელები, ადამიანები, ვინც თითქოს იპარავდნენ მათ დოვლადს, არ აძლევდნენ მათ განვითარების უფლებას და უცებ გაჩნდა მტრის ხატი. ამ მტრის ხატში მოხვდნენ დეჰუმანიზაციის მეშვეობით ადამიანები, რომლებიც იყვნენ ერთმანეთის მეზობლები, რომლებიც იყვნენ ერთმანეთის მეგობრები, რომლებიც შვილებიც თამაშობდნენ ერთად და უცებ აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს უნდა გაეკეთებინათ თეთრი სამკლაური იმისთვის, რომ გამორჩეულები ყოფილიყვნენ. რატო ყვები ამ ყველაფერს? იმიტომ რომ პროპაგანდა იწყება ზუსტად ესეთი პატარა ნაბიჯებით. გადმოვინაცვლოთ ისევ საქართველოში. როგორ დაიწყო პროპაგანდისტული ნარატივის შენება კრემლმა ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით, იმიტომ რომ ამაზე უკვე აღარავინ აღარ დაობს, რომ ეს იყო ერთი დიდი პროექტი, რომლის მონაწილეებიც, რომლის ექსპერიმენტის მონაწილეებიც აღმოჩნდით ჩვენ. 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ძალიან მძლავრად იმუშავა რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის წამყვან ქვეყნებში, რომ ქართველები დავედანაშაულებინეთ ომის დაწყებაში, ძალიან ბევრი ადამიანი წამოეგო ამ პროპაგანდას და ჩათვალეს, რომ ჩვენ ქართველები ვართ ადამიანები, რომლებსაც არ შეგვიძლია მშვიდობიანი თანაცხოვრება ჩვენსავე თანამემამულეებთან. აი ზუსტად ის ყველაფერი, რაც მოხდა აფხაზეთში რუსეთის ხელით, ზუსტად ის ყველაფერი, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომში, იყო დასაწყისი, რომ ჩვენ დაგვეწყო პატრონის და იმ ადამიანის ძიება, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებდა ჩვენს ნაცვლად. ძალიან უცნაური კითხვებიც კი გაჩნდა იმ დროს, როდესაც საქართველოს უკვე დიდი ხანი ქონდა მოპოვებული დამოუკიდებულება, რომ ვართ კი ჩვენ დამოუკიდებლები, შეგვიძლია კი დამოუკიდებლად ცხოვრება, საერთოდ რას ნიშნავს ეს დამოუკიდებლობა და გვჭირდება დამოუკიდებელი აზროვნება და დამოუკიდებელი ფიქრი? იმდროინდელი ხელისუფლება, რომელიც იყო დინამიური განვითარების მომხრე და ამ დინამიკაში ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, ზუსტად აღმოჩნდა ამ პროპაგანდის ძალიან ნოყიერი სამიზნე. სამწუხაროდ და ყველაზე მეტად რაც სამწუხაროა, იმდროინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეაფასა ერთი მთავარი რამ. დინამიკა სჭირდება ადამიანები, რომლებიც შენ ამ ყველაფერში აკყვებიან. და ადამიანების დიდი ნაწილი უბრალოდ არ არის მზად იმისთვის, რომ თავისი ეგრეთ წოდებული კომფორტის ზონა დატოვოს. იქნება ეს ჭაობი, იქნება ეს არასწორი დაჯერებები, თუ იქნება ეს სურვილი და საბჭოთა ნოსტალგია, რომელსაც ეს ადამიანები უბრალოდ ვერ გაექცნენ. გადავიდეთ ესეთ თემაზე. გამოჩნდა საქართველოში ბიძინა ივანიშვილი. მოდით ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ არავინ არ დაობდა და კითხვას არ სვამდა, რომ ბიძინა ივანიშვილი
იყო რუსული ძალა, იმიტომ რომ ეს კაცი ღიად ამბობდა, რომ ამ კაცმა რუსეთში იშოვა ფული. როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ამბობენ, რომ რა მოიტყუა მან, მე ვამბობ ესეთ პასუხობ ესეთ რაღაც, რომ მან თავარი რამ არ მოიტყუა, მან არასდროს არ უარყო, რომ ის არის რუსული ძალა. მაგრამ ჩვენ დაგვაჭერა რუსული ძალა შესაძლებელი იყო მისაღებიყო, გამხდარიყო ამ ქვეყანაში. ჩემთვის ეს გაცილებით უფრო დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა შექმნა პროპაგანდისტული ნიადაგი იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო დღევანდელი სიტუაცია, დღევანდელი მდგომარეობა. როგორ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოში? ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოსვლას წინ უძღოდა უკმაყოფილო ადამიანები, მათ შორის ვიტყვი ბევრი სამართლიანად, მაგრამ ამ ადამიანების უკმაყოფილების მიზეზი არ იყო რეალურად ის, რასაც ისინი ამბობდნენ. თუ ამ ადამიანების უკმაყოფილების მიზეზი იყო სანდრო გირგულიანის მკვლელობა, თუ ამ ადამიანების უკმაყოფილების მიზეზი იყო ცოცხლით გაუპატიურებული ვაჟკაცები, სად არის მათი დიდი ნაწილი იმ დროს, როდესაც წელიწადზე მეტია ბავშვები ციხეში არიან? ან სად არის იმ ადამიანების დიდი ნაწილი, როდესაც ქართული ოცნების მიერ აშენებულ ოცნების ქალაქში ორი ბავშვი დაიხრჩა იმისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ნორმალური საცხოვრებელი პირობები ქონოდათ. რატო არა პროტესტებდნენ ეს ადამიანები შოვის უდიდეს ტრაგედიას? მე გეტყვით პასუხს. შეიძლება ეს პასუხი ისევ არ მოგეწონოთ, იმიტომ რომ იმ ადამიანების თავში არ იყო ეს უსამართლობისთვის ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა ახალი კომფორტული ბატონისთვის და ზუსტად ამ ბატონობისთვის მოვიდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოში. ამაზე დამცხებენ ქოცებელები. გავგრძელო? კი. ისევ და ისევ დავუბრუნდები 2012 წელს, როდესაც უკვე ნიადაგი მომზადდა, გამოჩნდა მისტიური ადამიანი, რომელმაც იშოვა ბევრი ფული და ესეთი სასაცილო ფრაზები, რომელიც ჩემს გვერდით, ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენოდა, რომ მაგკაც იმდენი ფული აქვს, საქართველოში ფულის შოვნა აღარ დასჭირდება. ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი მითი, რომელსაც ყოველთვის ძალიან მეცნებოდა, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ წარმომედგინა, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური ინტერესის გარდა სხვა რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ ქვეყანაში და დღეს ის ადამიანები, ვინც ხმალ ამოღებული იბრძოდნენ ამ კაცის სისპეტაკის დასამტკიცებლად, ძალიან დიდი ნაწილი და ძალიან მიხარია. ჩემზე უფრო აქტიურები არიან იმ პროტესტში, რომელიც უკვე 500 დღეზე მეტია მიმდინარეობს რუსთაველზე. დავუბრუნდები ისევ იმ თემას, რითი იწყება პროპაგანდა. პროპაგანდა იწყება იმის შეგრძნებით, რომ შენ ხარ განსაკუთრებული. ცოტა გავს ტოქსიურ შეყვარებულს, რომელიც გარწმუნებს, რომ შენსავით მას არასდროს არ უყვარებია და ბოლოს მთავრდება იმით, რომ გირტყამს იმიტომ, რომ უყვარ ხარ. ალბათ ყველაზე მარტივად ამას ავხსნი ქვეყანაში, სადაც ქალებს ჯერ კიდევ ძალადობენ. აი ეს ძალადობს ზუსტად ჩვენზე პროპაგანდა. დაიწყო იმით, რომ ქართველები იმსახურებენ ყველაფერს საუკეთესოს. ისინი იმსახურებენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არა აქვს მშრალობა ამას ეკონომიკური თუ რაციონალური გამართლება აქვს თუ არა, თითო სოფელმა მიიღოს 5 მილიონი. განვითარდეს როგორც მას უნდა. არ იმუშაოს არც ერთმა ადამიანმა, მიიღონ უპროცენტო კრედიტები, სოლარიუმი და როდესაც ჩემნაირი სკეპტიკური ადამიანები კითხვას სვამდნენ, რომ ეს როგორ უნდა მოხდეს, აუცილებლად თვალებს დაგიბრიალებდნენ და გეტყოდნენ, რომ ეს ყველაფერი ბიძინა მიცის. რა აღმოჩნდა რეალობაში? რეალობაში აღმოჩნდა ის, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც დიდი აღტაცებით და იმედით ელოდებოდნენ პირველ რიგში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამაში ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის, აღმოჩნდნენ საკუთარი ილუზიის ტყვეობაში. ზოგმა ძალიან მალე დააღწია ამ ილუზიას ტყვეობა, ზოგმა შეძლო და ამ სოციალური ქსოვილის მეშვეობით თვითონ გაიყვალა გზა და მათი დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით დღეს ციხეშია. ამ შემთხვევაში სულ მახსენდება ერთი ძალიან მაგარი გამონათქვამი, რომელიც თქვა გუსტავ ლებონმა, რომ ბრბოს ვინც ტყუილს დააჯერებს ის გმირია, ხოლო ვინც ეცდება რომ გამოაფხიზლოს ის მტერიაო. აი ზუსტად ეს იყო მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ იმის ჩვენებას, რომ არა, ეს ყველაფერი არის აბსოლუტური ტყუილი და წარმოუდგენელი ეკონომიკურად გაუმართლებელი, აუცილებლად ხალხის მტრად ცხადდებოდნენ. ამას არ ჭირდება დიდი ფილოსოფია, ამას არ ჭირდება დიდი პროპაგანდის ნარატივების ცოდნა. შეგიძლიათ გაიხსენოთ დათა თუთაშხია და ყველაზე საინტერესო ეპიზოდი არქიპო სეთურის, რომელიც მთლიანობაში ასახავს საქართველოს დრაობას. სპირიდონას სულანჯიას რომ დასხეს სამდილას და კატის ცინდალივით გამოათხიეს წყობრიდან. ისიც მის სასიკეთოდ იყო. აბა რა ვაგონია შენ? კაც
კაცი შიშსა და მოგრძალებას რო დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორად. არის თუ რა თქვა სპირიდონა სულანჯია. არ კითხო სწორედ ინდეს გვაძლევს, შიფშილით რო არ დავიხოცოთ. სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს. ყოველგვარი გაყვნილება და უზნეობა. თქვათ და მივეცი სპირიდონა დოკლაპიას, რომ აძლევი მასე მეტი. კიდევ მეტი მომდება და რომ აღარ ექნება, მაშინ გაუბედურდება. პარვას და შეიარაღებას მოგიდებს ხელს. რა გამოდის აქედან? კაცისთვის კარგი თუ გინდა, არ უნდა გააძღო და გააღორმოწელო. როგორ მართავს არქიფოსეთური პატარა სოფელს და როგორ უნდათ იმ ადამიანებს, ვისაც თითქოს აწუხებ თავის ყოფა, რომ დარჩნენ ისევ მდგომარეობაში. რატო ხდება ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ხდება რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ადამიანებს არ უყვართ საკუთარ ილუზიებთან განშორება. მეორე, მათ აქვთ იმედი, რომ რაღაცეები შეიცვლება. მესამე, მათ უბრალოდ ეშინიათ, რომ აღიარონ, რომ ისინი შეცდნენ. ძალიან ხშირად პროპაგანდაში ჩვენ ვცოდავთ, რომ ვცდილობთ, რომ ადამიანის რწმენებს და თვითდაჯერებებს ფაქტებით შევეწინააღმდეგოთ. სამწუხაროდ ესე არ მუშაობს, იმიტომ რომ რაც რომ მეტ ფაქტს დაუდებ ადამიანს წინ, რომელსაც პროპაგანდის მეშვეობით რაღაცეების ჯერა, მით უფრო მაღალია მისი რეზისტენცია და მით უფრო მეტად გეუბნება, რომ შენ ვინმეს მიერ ხარ მართული. თქვენი აზრით, რატომ მოხდა, რომ პირველი რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ნელ-ნელა დაიწყო იმ ხალხის მარგინალიზაცია, ვინც მის წინააღმდეგ რამეს იტყოდა. ეს იქნებოდა მედია, ეს იქნებოდა ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, იმიტომ რომ ყურადღება გადაეტანა მათზე და ეთქვა, რომ თუ რაიმე არ კეთდება ამ ქვეყანაში, მხოლოდ მათი ბრალია. სამწუხაროდ ეს ტენდენცია დიდხანს გაგრძელდა, თუმცა მე მაინც ოპტიმისტი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აბსოლუტურად შეცვლილია ნარატივი, აბსოლუტურად შეცვლილია კონტექსტი და ადამიანების დიდი ნაწილი ხვდება, რომ ისინი მოატყუეს. მაგრამ აქ შემოდის უკვე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რას გატყუებდა შენ პროპაგანდა, როდესაც იყავი აღტკინებული, აღტაცებული მისი მხარდამჭერი და რა მდგომარეობაში ხარ დღეს შენ. პირდებით რომ ჩვენი ქვეყანა თავს დაახსებს გაჭირვებას. მე ვპირდებით, რომ ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს. პენსია არანაკლები იქნება, ვიდრე საარსებო მინიმუმია. ხალხი გაკვეთრებულია, არ აქვს რეალური შემოსავალი და შესაბამისად გადასახადები ძალიან ძიმედ ვირთად აწევს დღეს მოსახლეობას. ის რომ ელექტროენერგია დღეს ევროპული საშუალო ფასია და ის რომ სხვა გადასახადებიც, თუ გნებავთ გაზის გადასახადიც ევროპულს უთანაბრდება ამის, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ესეთი დონის გადასახადები, რაც საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება. რა თქმა უნდა, სოციალური გადასახადები აუცილებლად შემცირდება ჩვენი მოსვლიდან. ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ რეალურ ზღვარს. ცხადია, ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია. ჩვენ გავავარმაგებთ სოციალურ დახმარებას. როდესაც ის ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილი მოიყვანა სათავეში, იყვნენ დარწმუნებულები საკუთარ ძალაში და საკუთარ უფლებებში, ეს ადამიანები აბსოლუტურად თამამად საუბრობდნენ ქვეყნის განვითარებაზე. დღეს უკვე ამაზე აღარავინ საუბრობს. დღეს ადამიანები ირჩევენ სიჩუმეს და შეგუებას. ჩემთვის როგორც პროპაგანდის მკვლევარისთვის ეს სიჩუმე და შეგუება ბევრად უფრო ცუდი მოსასმენია, ვიდრე ადამიანები, რომელთანაც შეგიძლია კამათის და დისკუსიის გამართვა. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დღეს უნდა გავაკეთოთ, რომ არ შევეგუოთ იმ უსამართლობას, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ეს არ შევეგუოთ და გულზე ჯიღის ცემასავით გრძელო არ გამომივიდეს და რატო უყუროთ ამ გრძელ ვიდეოს, გეტყვით, რომ არსებობს რამდენიმე რამ, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ უსამართლობაზე. ძალიან ხშირად, ძალიან რთულია ეს ყველაფერი განსაკუთრებით ტროლების და ბოტების ეპოქაში, რომელიც იცით, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და მთავარი ინსტრუმენტია, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებსაც არც სახელი აქვთ, არც გვარი და ერთი აკაუნთი
უცნობმა თქვა, რომ თვითონაც შეწუხდა ეთყობა ტროლებით, იმიტომ რომ მას არასწორი წარმოდგენა აქვს და გონია რომ მას ებრძვიან ტროლები, არა, მინდა ვუთხრა რომ მას ნამდვილი ადამიანები ებრძვიან. ეს უსახელო ადამიანები შემოდიან გაყენებენ შეურაცხყოფას და შენ როდესაც მზად არ ხარ ამ ყველაფრისთვის პირველი ასე ვთქვათ შენი რეაქცია არის რომ დანებდე და გაჩუმდე. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ გინდა რომ მოისმინო რა შეურაცხყოფასაც გაყენებენ იმ უსამართლობას რაშიც შემბრალს ხდებენ, მაგრამ ზუსტად ეს არის რაც დღეს პროპაგანდა სჭირდება. პროპაგანდას დღეს აღარ ჭირდება შენი გვერდში დგომა, მას ჭირდება შენი სიჩუმე. ამიტომ პირველი არის ის რომ ჩვენ არ გავჩუმდეთ. ერთი რამ რაც მე ძალიან მაიმედებს, რომ ქართველები არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ხმამაღლა საუბარი, უყვართ პრობლემების დისკუსია და ამ პრობლემებზე რაც მეტს ვისაუბრებთ, უკეთესი იქნება. ეხლა მეორე რამ რაც მინდა გითხრათ, როდესაც ვიღაცის მოყოლილი არ ემთხვევა თქვენს მიერ ნანახ რეალობას, მაინც მინდა გირჩიოთ, რომ დაუჯეროთ საკუთარ თავს. როდესაც 10 მილიონერი იკრიბება და გეუბნებათ, რომ კვერცხს გააიაფებენ 5 დღის განმავლობაში და თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად იზრდება სურსათის ფასი, დაუჯერეთ საკუთარ თავს. როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა გარწმუნებთ, რომ ისინი ცხოველების უფლებაზე ზრუნავენ და ხედავთ, რომ როგორ სასტიკად ანადგურებენ ჩვენს ერთგულ მეგობრებს, დაუჯერეთ საკუთარ თავს. როდესაც ხედავთ, რომ 10 მილიონერი დეპუტატი გამოდის 6 წელზე მეტი ავტომობილის აკრძალვის ინიციატივით გარემოზე ზრუნვით და ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუვალ ქალაქში ცხოვრობთ, რომლებშიც ეს ადამიანები ზუსტად ამ ტენდერების გამო ქმნიან ჯუნგლებს, დაუჯერეთ საკუთარ თავს. როდესაც გეუბნებიან, რომ 50 აკაცუკი დადის რუსთაველზე და მხოლოდ ამ ადამიანების გამო არის ეს ეკონომიკური მდგომარეობა და ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ თქვენი ხელფასი და თქვენი პენსია არაფერში ყოფნით, დაუჯერეთ საკუთარ თავს. პირველი რაც შემიძლია რომ გირჩიოთ, რომ იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ამაზე მეტი იარაღი პროპაგანდასთან ბრძოლის უბრალოდ არ გამოუგონიათ და არ არსებობს. როდესაც ამას ვსაუბრობ, რომ დაუჯერეთ საკუთარ თავს და მე შედიხარ და უყურებ Facebook-ზე, რომ ადამიანები, რომლებსაც შენ არ იცნობ, მაგრამ თითქოს და უმრავლესობაში არიან, წერენ რაღაცა გაუგონარ არა წარმოუდგენელ კომენტარებს, გადადიხარ მათ გვერდებზე და არიან ტროლები, ფიქრობ, რომ რატო ხდება, რომ ამ ტროლების დიდ ნაწილს აქვს მაგალითად საშუალო ასაკის ქალების ან მამაკაცების ფოტოები. ამასაც აქვს თავისი ფსიქოლოგიური ახსნა, რომელიც სხვათა შორის ძალიან გაგიმარტივებს ცხოვრებას, მე თქვენ ერთ რამეს გეტყვით. ეს არის ყალბი უმრავლესობის ნარატივის შექმნა. შენ ფიქრობ ესეთ რამეს, რომ მე კი ვფიქრობ განსხვავებულად და მე კი არ მომწონს ეს ქვეყანა, მაგრამ უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, იმიტომ რომ ეს უმრავლესობა არის ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს დაახლოებით 100-200 ტროლის და ბოტის აკაუნტი შექმნილი და ტროლები და ბოტები ნამდვილად არიან ჩვენ ქვეყანაში უმრავლესობა. ეხლა ისევ გადავალ ამ საკითხზე, რომ საიდანაც დავიწყე, საიდან დაიწყო ქართულმა ოცნებამ. ქართულმა ოცნებამ დაიწყო იმის დაპირებით, რომ ეს ქვეყანა აყვავდება, ის იქნება ახალი შვეიცარია. შემდეგ დაიწყო იმის დაპირებით, რომ ჩვენ ამ ყველაფერს კი გავაკეთებდით, მაგრამ სისხლიანმა ცხაწელმა შეგვიშალა ხელი. ეხლა უკვე შემოვიდა ამ ყველაფერში ომის ნარატივი და დღეს რა ხდება? დღეს გეუბნებიან და გაჩვევენ ესეთ რამეს, რომ კი, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ჩვენ არც გვინდა, რომ ამ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, მაგრამ უმრავლესობას ეს აწყობს. აი ზუსტად ეს არის ყველაზე ბოლო პროპაგანდისტული ნარატივი, რაც ქართულ ოცნებას დარჩა და რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ჩვენ. მოусმინეთ, ესაუბრეთ თქვენს ირგვლივ ადამიანებს. რამდენად გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არის უკმაყოფილო დღევანდელი მთავრობის. და ზუსტად ამიტომ ქვია ამ ჩვენ არხს უმრავლესობა, იმიტომ რომ თქვენ ნახოთ განსხვავებული ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად სხვადასხვანაირად უყურებენ საკითხებზე, მაგრამ არიან უმრავლესობაში, მაგრამ მათ იციან, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად რაიმე უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ევროპულ რელსებს.